ქვეყნის პირველმა პირმა მის უწმინდესობა რომის პაპ ფრანცისკესთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდინო წარმომადგენლებთან შეხვედრების შეაფასა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს მომავალ როლზე, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარებისათვის. გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდართან ვიზიტის დასასრულს მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიებების ფარგლებში წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა და ვატიკანის მუზეუმი დაათვალიერა. ჩვენ მქონდა შეხვედრა რომის პაპთან და მე ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვესაუბრე პაპს საქართველოს ისტორიული როლის შესახებ, ჩვენი კულტურის, უნიკალური კულტურის შესახებ და იმ უმნიშვნელოვანესი მისიის შესახებ, რასაც საქართველო თამაშობდა ჩვენს რეგიონში, იმ ღირებულებების შესახებ, რისთვისაც ბევრი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელობის თაობაზეც და იმ სირთულეებზეც, რაც ქართულ ევროპულ არჩევანს თან ახლავს. და იმ მომავალზე, იმ მომავალ როლზე, რომელიც საქართველომ უნდა ითამაშოს როგორც მშვიდობის და თანამშრომლობის მომტანმა ჩვენს რეგიონში და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც აუცილებელია კაცობრიობისათვის, რომ მშვიდობით გავაგრძელოთ არსებობა.